ჩვენი პარტნიორის, ჩვენი საიმედო ერთგული პარტნიორის ძალიან საინტერესო რუბრიკა დაიწყება ახლა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება. და პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმო გადაცემის პარტნიორს და თანაწამყვანს ნათია შათირიშვილს, რომელსაც ტრადიციისამებრ დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ეყოლება. ნათია, დღემშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენი დროისთვის, ფანტასტიკურად გამოიყურები როგორც ყოველთვის. და მოკლედ ესე იგი ჩვენი წინა ეთერიდან მოყოლებული, რომელიც დილის მონეტიზაციაში შედგა და ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, ემიგრაციას. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრენდი გრძელდება გადაცემაში და ძალიან სენსიტიური, მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა ჩვენი სოციუმისთვის და შესაბამისად მიხარია, რომ ყოველთვის ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით წამოწეული თემები ზუსტადაც რომ პირდაპირ პროპორციულ კავშირშია იმ ინტერესთან, რაც დღეს საზოგადოების მხრიდან მომდინარეობს და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი განსაკუთრებულად შენ. მოკლედ, ვინ იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები, ერთად დავაანონსოთ და შემდეგ უკვე მათთან ერთად დავიწყოთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. დიახ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მობრძანებისთვის ჩვენ სტუმრებს. დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონები ყავს სტუმრად. ემიგრანტი ამერიკიდან ინა ასანიძე, დიასპორის სახლის პრეზიდენტი, ასევე ქალბატონი თამარ შალამბერიძე, გერმანიიდან დიასპორის სახლის თანადამფუძნებელი და ბერლინის ქართული სახლის დამფუძნებელი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ, მათ ნამდვილად დატვირთული დღეები აქვთ ეს დღეები, ისინი საქართველოში იმყოფებიან რამდენიმე დღით და მათ გამართეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყვნენ მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ძალიან დიდი დატვირთვის ღონისძიება იყო ეს და წარმოდგენილი ყავდათ ნომინანტები, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოში არ ყოფილან და ღონისძიება იყო სხვა ემოცია მოდიოდა ამ ღონისძიებიდან და რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ეს ღონისძიება და დღემდე ემოციებში ვართ, იქ დაამსწრეს საზოგადოება, ვინც აი ამ კონცერტს კი არა და შეკრებას დავესწარით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ, რომ აი ესეთ დატვირთული გრაფიკის და დღეების ფონზე მაინც გამონახეს დღეს დრო და ჩვენ გვეწვნენ ეთერში და სტუდიაში. კი ბატონო, დავიწყოთ საუბარი, დავიწყოთ საუბარი, ქალბატონი ინათი და გვიანბეთ მოკლედ, ანუ ამ შემთხვევაში თქვენი საქმიანობის შესახებ და შემდეგ უკვე გადავიდეთ ამ შემთხვევაში ძირითად მნიშვნელოვან ფუნდამენტურ კომპონენტებზე. დიასპორის სახლი ყველაფერი ნათქვამია რეალურად ამითი და შესაბამისად მე მინდა რომ აი ეს აქტიობების სპექტრი და თვითონ აი ჩართულობის კოეფიციენტიც გავშალოთ აი ამ ნაწილში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დიასპორის სახლი უკვე მე-9 წელია. ახორციელებს პროექტს წარმატებული დიასპორელები, თუმცა თავიდან დავიწყეთ წარმატებული ემიგრანტი ქალებით. შემდეგ კაცები გავგინაწყებდნენ, რატომ მხოლოდ ქალები, თუმცა ქალები ეს იყო პირველი ღონისძიება, დედა გადაცვლილი მყავს, მე გავიზარდე ემიგრაციაში და მიუძღვენი დედას, რადგან ძალიან ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებ და ამას ვიცახი კიდე როდის ხო წარმოგიდგენიათ და რაღაცათომ შემდეგ უკვე იმდენი ბედნიერი სახე და კმაყოფილი სახე ვნახე, რაღაცათომ ჩავთვალეთ, რომ გაგვეგრძელებია ეს და წელს უკვე ფაქტიურად 160 ნომინანტი ყავს დაჯილდოებული 9 წლის განმავლობაში, გაიცათ გვაქვს საიუბილეო თარიღი 10 წლის თავი. და ანუ რა არის მიზანი ალბათ გაინტერესებთ, რატო ვაკეთებთ შემდეგ და შემდეგ უკვე დაიხვეწა, გამოიკვეთა, ვინ უნდა დავაჯილდოთ. ანუ ჩვენ თავიდან გვყავდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, იყო მეცნიერებიც, ბიზნესმენებიც, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე. ამაზე იზრუნავს სახელმწიფო, რადგან სახელმწიფო წელიწადში ერთჯერ ატარებს მსგავს და უფრო მასშტაბურ ღონისძიებას, დაჯილდოებას. ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ, აი ჩვენი მიზანია აი ეს ადამიანები, რომლებიც უნაჩვენებენ ქართულ ბავშვებს ენას, მამულს და სარწმუნოებას, რაც დანატრაფადებული იყოს, ესია. ანუ ამ შემთხვევაში ავიღებ ამერიკას, რადგან მე თვითონ იქ ვცხოვრობ და ვხედავ თუ როგორ წვალობენ, როგორც ცდილობენ, გვაქვს არაერთი საკვირაო სკოლა სხვადასხვა შტატებში, არაერთი კულტურის ცენტრები, აკადემიები და აი ეს ადამიანები, როცა შეუძლიათ მათ წავიდნენ სხვა სამსახურში იყვნენ დაუშვათ და დღეში გააკეთონ $500-600, მაგრამ ისინი მოდიან საკვირაო სკოლაში რაღაც მიზერულ კაბი, აი
ალბათ კაპიკებში, ესე რომ ვთქვათ, და ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი პროფესია და ასევე აი ჩვენ ქართულ ბავშვებს, რომლებიც იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და წლების წინ კიდევაც ვფიქრობდი, რომ ეს იყო დაკარგული თაობა. 200,000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა ბოლო წელიწადში უცხოეთში. 200,000-ზე მეტი ბოლო 20 წლის განმავლობაში, იარა და 25-ის. ძალიან ბევრი, დიდი და აი ეს ის ადამიანები არიან, ვინც უნარჩუნებენ ჩვენს ბავშვებს ენას, ისტორიას. და რა ვიცი, მე ამაყივა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან ყოველწლიურად საქართველოში, ის 15 ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო? შემდეგ აკეთებენ გაცვლით პროგრამებს, ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთთან. აი უკვე ჩვენ რო ჩამოვედით 3 დღე ეგრევე გაცნობით, მე ხომ არ ვიცნობ, არც მე, არც თამარი, ჩვენ ეს ხდება ყველაფერი კონკურსის სახით, გვაქვს ჯგუფის შემდეგ, მაგრამ ლაივში არ ვიცნობთ, ხო მათ? და ამიტომ გვაქვს ყოველწლიურად გასვლა სხვადასხვა რეგიონებში, წელს უკვე ტრადიციულად ქალბატონი ნატალია კვანტალიანი ვიღებს თავისთან ყოველთვის ბორჯომში და ანუ 3 დღის განმავლობაში ჩვენ გავიცანით ყველამ ძალიან კარგად ერთმანეთი და დაგეგმეს ძალიან ბევრი პროექტები ერთად. აი ეს არის მიზანი ერთ-ერთი, რომ და რაც ყველაზე მთავარი ის მოხდა საქართველოში. ეს ხდება საქართველოში. და აი იყო ქალბატონი, რომელმაც აღნიშნა, რომ 20 წელია არ ყოფილა საქართველოში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც 10 წელია, 12 წელია. და აი ჩვენი პროექტის რაღაც ფარგლებში ჩამოდიან, იცნობენ ერთმანეთს და კიდევ ვიმეორებ, ყოველწლიურად ესენი მიდიან ესპანეთში, ამერიკიდან, ესპანელები ჩამოდიან საკვირაო სკოლების მხედველობაში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში გაცვლითი პროგრამები და რა თქმა უნდა ბავშვები უფრო კარგად, უფრო ცდილობენ. ყავს ისეთი ბავშვების, რომლებიც დაბრუნდნენ ჩვენი პროექტის ფარგლებში საქართველოში და აღარ წავიდნენ უცხოეთში, იცით? აი, ამერიკაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძენ. აი, ჩაგეჭრები ბოდიში. იქ, როდესაც ჩვენ შეხვედრა ქონდა პარლამენტში, იყო რამდენიმე ქალბატონი, რომელმაც გადაწყვიტა დაბრუნება საქართველოში. ხო, ერთი საპატრიარქო ჩოხოსანია, მე იქიდან ვიცემ ქალბატონს და გააცხადეთ თქვენ ხმამაღლა ამის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა იქ, რომ რამდენიმე ქალბატონი სრულიად დაბრუნდა ემიგრაციიდან საქართველოში. გადინება ხდება სამწუხაროდ არის ესეთი გამონათქვამი, რომ ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ, ალბათ დამაბულინგებენ კიდევაც, მაგრამ ჩემი შვილი, რომელიც ოცნებობდა, სწავლობდა ევროპაში, ოცნებობდა ამერიკაზე, ეხლა ამბობს, რომ მე რამდენი საქართველოში მეშრომა გაცილებით მეც შევძლები. სამწუხაროდ საკუთარ შვილზე ვამბობ ამას. რაღაცა მგონიათ, რადგან საზღვრები შედარებით გახსნილია და შეიძლება სადღაც წავიდეთ და ამ დროს მე ხვდებით, რომ ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით. ჯობია ვიყოს იქ, სადაც ვართ. აი ძალიან მაგარი პასაჟი ჩააქცევით ეხლა და მადლობას გიხდით ამისთვის, იმიტომ რომ არ უნდა მოვახდინოთ რეალურად ჩვენ რომანტიზება რეალურად ემიგრაციის, იმიტომ რომ საქართველოშიც შეიძლება რეალურად არა, შეიძლება მე დიშვილი მყავს, გაოგნებული ვარ, ჩამოვედი, ნათია თქვენ იცნობთ კარგად მარიამს, ეხლა დაამთავრა ინსტიტუტი და გებულობ რაღაც ბავშვს ვეკითხები სად დედა სად მოეწყე, სად მუშაობ, ხო არ გინდა, ხო არ წამოხვალ ამერიკაში და არა, მითხრა 6 თვის წინ დაამთავრა, უკვე 4,000 ლარი აქვს ხელფასი, ბავშვი მუშაობს იურისტად. ანუ მე ვთვლი, რომ თუ მოინდომებ, თუ უკვე შესაძლებელია საქართველოში თავი დაიმკვიდრო და იყო კარგი პროფესიონალი. სამწუხაროდ, აი ის რომ ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ და უნდა წავიდეთ აუცილებლად, ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიყვარს ამერიკა, იმიტომ რომ იყო პერიოდი 2006 წელს წავედი, როცა ის აუცილებელი იყო ჩემთვის, არა მარტო ფინანსურად, არამედ გარკვეული სხვა მიზეზების გამო, მაგრამ აი ვთვლი რომ ძალიან მალე უნდა დავბრუნდე და ეს ძალიან მალე ალბათ თუ აიხლაც რომ უნდა წავიდე რაღაც 2 კვირაში უკვე განიცდი, მაქვს დეპრესია, რაღაც ჩვენ ვიცით თქვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი რამდენად მტკივნეულია და როგორ განიცდით ხოლმე განშორებას. ყველაზე მაგარი ქვეყანა გვაქვს. ყველაზე აი ამიტომ თამარი არ დაგვეჩაგროს. ძალიან მაგარი პასაჟები გაავლეთ ეხა პირდაპირ ეთერში და მადლობას გიხდით ამისთვის. ბერლინის დიასპორის სახლი. ქართული სახლი. ბერლინის ქართული სახლი. აი, სწორი ფორმულირება. გვიამბეთ თქვენი საქმიანობის. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და მაყურებელსაც.
მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ჩვენ მე და ქალბატონმა ინამ და კიდევ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადავწყვეტეთ, რომ დიასპორის სახლის დაგვეფუძნებია უკვე საქართველოში. ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აი ამ დიასპორის სახლის ფარგლებში ხორციელდება ის პროექტი, რაზეც ქალბატონმა ინამ ისაუბრა. უბრალოდ მე თუ ნებას მომცემთ, დავამატებ ამ პროექტის მიმართ და დამოკიდებულებას და ჩემ ხედვას. ქალბატონმა ინამ აღნიშნა, რომ ეს საკვირაო სკოლები და გასაგებია ეს ჩვენთანაც ფუნქციონირებს, ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენ არა მარტო საკვირაო სკოლებზე ვართ ორიენტირებულები, ჩვენ ვართ ყველა წარმატებულ ადამიანებზე ორიენტირებულები, რომლებიც ემიგრაცია ქართულ საქმეს, მაგრამ წელს უკვე ფაქტიურად იყო საკვირაო სკოლები და აკადემიები ძირითადად. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა ვთქვა კიდევ აი კი ასე იყო, წელს ასე იყო, მაგრამ საერთოდ დამოკიდებულება იყო ცოტა სხვანაირი და გვაქვს ცოტა სხვანაირი. ჩვენთვის არა აქვს, კი ძალიან რთულია ემიგრაციაში ვინც დამყოფი, ყველა მისის რომ ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან რთულია და დამკვიდრება, ანუ თვით დამკვიდრება და იქ წარმატების მიღწევაც არ არის ესეთი მარტივი. ეს ნამდვილად მისასალმებელია და შემიძლია ვთქვა, რომ აი ქეთს ვიხრი ამ ხალხის წინაშე, ვინც იქ კარგად დამკვიდრდა, ფეხი მოიდგა და კარგად ცხოვრობს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის კრიტერიუმი, ჩვენთვის არის კრიტერიუმი ყველაზე მთავარი ის, რომ ესეთი ადამიანები რამდენად იხარჯებიან ქართული საქმისთვის იქ ადგილზე. ანუ იქ ქართულ საქმეზე, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ქართველ ადამიანებზე, ეს არა მარტო ბავშვებს ეხება, ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორაში ყავს მოზარდი თაობაც, ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები და სტუდენტები, არამედ უკვე ზრდასრული ხალხიც, რომლებსაც ძალიან დღესაც უჭირთ ეს იქ ცხოვრება და არ არის ესეთი რთული იქ. იმისთვის რომ რაღაც მოიპოვო, ადგილი მოიპოვო და დამკვიდრდე. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამ გადაწყვეტილებამ და მე გეტყვით, ჩვენ მივედით კრიზის ცენტრი გაკეთდა კოვიდის დროს, კოვიდის პერიოდის, ხო, ეს მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ქალბატონი ინა მაპატინა, ქალბატონი ინა ყოველთვის ცდილობს რომ აი ფუთავს ისე რომ არ თქვას ხო არა აი თავის თავზე ასე ვთქვათ არ უყარს ბევრი საუბარი მაგრამ არ შემიძლია რომ მე ეს არა ვთქვა იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ გამოცხადდა კოვიდი პანდემიის დროს რა მოხდა ხო ეს იყო ანუ ზოგადად სერიოზული კატასტროფა იყო ფაქტიურად სამყაროში ხო და ამ დროს ქალბატონი ინა და ყველა დიასპორაში. არა, მოდი ესე ვთქვათ, ანუ იტალიიდან შემოვიდა ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ზარი, რომ ქართველები არიან ძალიან ცუდ დღეში. იმდენად ცუდ დღეში, რომ ქუჩაში დაჩნენ დამსაქმებლებმა ქართველებმა გამოყარეს გარეთ, რომ თქვენ ვეღარ გადაიხდით, რადგან უმუშევრები ხართ, კოვიდი დაიწყო, პარალიზებულია მთელი იტალია, ჯერ ამერიკამდე არ მოსულა, მოკლედ, არც საქართველოშია ესეთ მდგომარეობა. და ჩვენი ერთ-ერთი გარდაცვლილი დღეს მეგობარი და ასევე ირინა მაჭარაშვილი გვირეკავს, რომ კატასტროფული სიტუაცია. ანუ იქ ვიღაც ონკოლოგიური პაციენტია ქართველი და ვერ გადიან, რომ წამალი ვიღაც, ანუ ჩაკეტილია, ვაკუუმია და ამ შემთხვევაში კომენდანტის საათია და ვთქვი, რომ იცით, მოდით გავაკეთოთ კრიზის ჯგუფი. და ანუ ახლა ისინი ყველა დამეტაგნი შენ გიჟი ხوار. ეს ამხელა პასუხისგებლობაა, როგორ ბედავ ამას, მეთქი სხვა გზა არა გვაქვს. და ამ 10 კაციან ჯგუფში ჩავამატე ჩემი მეგობრები და ვის რა შეგვიძლია ფინანსურად მეთქი, მოდი ვაგზავნოთ. და პირდაპირ დავუშვათ გვეუბნებოდნენ, ხო გვირეკავდნენ, რომ აი ესა და ეს ოჯახი ქართველი ქუჩაშია. ამ დროს შემოდის მანანა გოგოლაძიდან ზარი ესპანეთიდან, რომ 7 კაციანი ოჯახი კარავშია. და არის საშინელი პანდემია ქუჩაში ბავშვით. ანუ სასწრაფო წესი დავკრიბავდით ფულს, ვიქირავებდით ბინას ამათვის, დაუშვათ იმას. ანუ რაღაცა ძალიან მოგვეხმარა საგარეო იმ გაგებით, რომ ეგრევე საშვები დაუშვეს მათთვის, რომ მათ ქონდათ გადაადგილების უფლება და ამასობაში უკვე 1000-ობით ადამიანს რო ვეხმარებით, უტარებთ ასევე
ექიმების ჯგუფში შევკარით უკვე თვისტომთან ერთად და თამარი გერმანიაში იყო ყიდულობ ასობით ჩარჩენილი ხალხისთვის ბილეთებს. ინაბოდში 21 ადამიანი მარტო გერმანიიდან, ბერლინიდან გამოვაკლინეთ. ანუ ტურისტები რომ მოხდნენ ბილეთი იქ. ვუყიდეთ ჩვენ, მარტო ტურისტები დაჩნენ და ჩვენ მაქვს ყველაფერი. და ანუ ნახეთ ეხა აი საადამდე მივდივართ რატო დაიწყო თამარმე საუბარი ზუსტად ვიცი და უკვე გადავედით კანადა და ნუ რაღაც სასწაული ხდება 24 საათის განმავლობაში 10 კაცი იჯდა ცხელ ხაზზე და დაახლოებით 50-მდე ექიმი რომ უწევთ კონსულტაციებს ჩვენმა ექიმებმა ჩვენ იგივე ვიცოდით რა დაუშვათ ინფექციონისტებმა და ნებისმიერმა ხო და ვხედავთ რომ ასეთი კლინიკა არიღებს ამერიკაში პაციენტებს და ისევ ჩვენი ექიმები ღამე ეკაიაშვილი მაგალითად აი სადღაც რომელიღაცა სამყოფოში ნინო ქავთარაძემ გააკეთა პენსილვანიაში რომ მიიღოთ პაციენტი ნიუ-იორკიდან წავიყვანეთ და რაღაც სასწაულები ხდება ანუ ჯგუფი შეიკრა და აი მოხდა ესეთი რაღაცა დავინახე ვინ იყო ძალიან დიდი ქართველი დავინახე ვინ იყო ყველაზე მაგარი ვინ დაგვიდგა გვერდით იმ 10,000-მდე გადარჩენილ ადამიანს მე ამაყივად თითეული ჩვენთაგანი ის თვისტომი თამარა ის იტალიაში ვინც ყავს წარმომადგენლები ნიკოლოზ ჩხეიძე აი ვერაზოს ვერ დავივიწყებ ამას და იმის შემდეგ გადავწყვიტე ჩვენს რომ ჩვენმა ორგანიზაციამ დააჯილდოს მხოლოდ ის ადამიანები ვინც აკეთებენ ქართულ საქმეს ვისაც უყვართ საქართველოს და აქვს სახში ქართული დროშა არა ის რომ ის მეცნიერია ის მაგარია ის ბიზნესმენია არა ჩემთვის არის მისი ქართველობა ეს არის ყველაზე დიდი სტატუსი აი ეს არის დღეს ჩვენი აი ნომინანტები არიან ესეთი ადამიანები ვინც აკეთებენ ქართულ სტუმრები ხა მე კიდევ ერთხელ ყველა სტუმარი ერთმანეთზე უკეთესია შენ რუბრიკაში რაზეა ლაპარაკი მაგრამ დღეს რაღაც აი ძალიან ესეთი ემოციური მუხტი ავწიეთ პირდაპირ ეთერში ძალიან დიდ მადლობას გიხდით აი მადლობა და ნათია თხოვნა მაქვს ერთი რომ მე ქალბატონების სტუმრობა კიდე გამომეოროთ აუცილებლად ჩავრთოთ საერთოდ პირდაპირ ეთერში შეერთებული შტატებიდან გერმანიიდან და დიდი სიამოვნებით ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ემიგრაცია ხო და აი უნდა გაუფრთხილდეთ და მოვეფერდოთ მაგრამ ნელა-ნელა პერმანენტულად გაგაცნოთ მადლობა თქვენ თამარ შალამბერიძე ინა ასანიძე დიდი მადლობა თქვენ ნათია ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი ფანტასტიკური ადამიანების გაცნობისთვის და ჩვენ პუბლიკას კიდევ ერთხელ თქვენი რუბრიკის ეგიდით ვაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, გისურვებთ წარმატებებს, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნათია, დიდი მადლობა შენ.